ეს უნდა აგიხსნათ, თუ როგორ გავაკეთე $1850 სადღაც ჯამში ეგრე გამოდის. ESC-ის ტრეიდინგის დროს ლაივში, ხალხის თვალწინ ეს ტრეიდი იყო ლაივში გახსნილი, ლაივ ტრეიდინგზე. ეს იყო რაც გავხსენით, განახეთ ბარემ პროფისთვის ბიჭების პროფიტებსაც. აგერ $1460 მოიგო. ეს ტრეიდი 550 და ეს ყველა ჩვენთან ერთად იყო ეს ტრეიდები, რაც ბიჭებს უყურებთ ყველა ჩვენთან გახსნილი. უკვე რამდენი ვინსტრიგზე ვართ. ერთ ტრეიდი მოვიგეთ, ეს break-even მოგება, კიდევ ერთი მოგება და წაგება. გადამურად ვიგებთ უკვე მეოთხე თუ მეხუთე ტრეიდია. ეს იყო, თითო აკაუნტზე მე მოვიგე $370, სადღაც და 5 აკაუნტზე მქონდა გახსნილი. Live trading-ს როცა ბიჭებსაც live-შიც მქონდა ესე უთხარი და მოდი დავიწყოთ. მოკლედ, პირველ რიგში მარკეტზე ვარ ბულიში, მოდი ესენი წავშალოთ ამ demo trade-დანაც გამოვალ, პროსტა მქონდა დაჭერილი. გადავხედოთ ახლა რა სიტუაცია გვაქვს რა. გვაქვს ესეთი სიტუაცია. მარკეტი არის ბულიში, მარკეტის order flow ბულიში არის, ვატარგეტეთ buy sides. მაღალ time frame-ზე, ძირითადად როცა ტრეიდობ მიყვები ხოლმე 1 საათიან და 4 საათიან სტრუქტურას ხოლმე რა. თქმა წუთიანზე რომ გადავიდეთ, NQ-ზე გახსნა ტრეიდიც არ მინდოდა, იმიტომ რომ ES უფრო ზემოთ იყო და ES უფრო მალე აიღებდა ამ ჰაის, ამიტომაც არ მინდოდა მაგ დიდ მოძრაობას ჩამორჩენილიყავი. მარკეტი რო გაიხსნა, რა გააკეთა მარკეტის გახსნის დროს, დიდი დროპი ქონდა, რაც არასახარბიელო იყო, მაგრამ რას ვიზამთ, დიდი დროპი ქონდა, დიდი ვიკი გავიკეთე და მაგიტომაც გაგვიჭირდა ესე სწრაფად უცებ ამის აღება. low resistance liquidity არ ქონდა რა, ერთი ეგ იყო ცუდი. მარკეტი ჩამოვიდა midnight open-ის ქვემოთ, ამ range-ის discount-ში ჩამოვედით. optimal trade entry-ც არის ეს. ამ range-ის. მაგ ადგილას და მაქიდან უკვე ველოდებოდი 15 წუთიანზე PDRA მოეცა. აი ეს 15 წუთიანი დავაინვერსეთ. შემდეგ გადავედი მარტივად 1 წუთიანზე. ეს რედი ძალიან მარტივად იყო გახსნილი. 1 წუთიანზე რო გადავედით, რას ხედავთ? 1 წუთიანზე რო გადავედით, აი ხო ჩამოვედით, გავიგეთ order block-ი, სადაც პირველი entry შეიძლება გაკეთებულიყო, მაგრამ ჩემი ტრეიდი გაიხსნა. აი კონკრეტულად აი ამ feral gap-ის შემიძლია volume balance-იანა მონიშნოთ, შეგიძლიათ არა. აი ამ feral gap-ის წინათ და რესპექტებულის disrespect-ზე ტანით რო ჩაიხურა აქ, ეგრევე შევედი ტრეიდში. stop loss-ი მეყენა აი აქ, აი ამ inversion-ის სანთლის low-ზე, აქ მეყენა და ჩემი პირველი ტარგეტი იყო, რადგან risk to reward discount-ში არაფერი რაღაც განსაკუთრებული ძალიან ტექნიკურად არ იყო. ეხა აქ სულა და ჩვენ ვთქვი მიკროზე აქ ავიღე ეგ ფარშალი, აი აქ. მაგრამ ეს იყო პირველი 1-2-თან ემთხვეოდა თან და საბოლოო ტარგეტი იყო ეს ჰაი რა. აი აქ სადღაც $350 მოვიგე, მერე აი აქ დროპის დროს აი აქ ქონდა ორი კონტრაქტი დამატებული, რა ცოტა entry ცოტა ზემოთ წაიწია. მაგრამ უკვე აქ რო ავიდა, აქამდე რო იყო და ეს ახლოს რო იყო ამ ჰაისთან, ხო, აღარც დაველოდე ძალიან არც მჭირდებოდა, stop loss-ი ავიტანე ამ low-ზე. აი ამ მოძრაობამ რა თქმა უნდა stop loss-ი ჩამერტყა, მოგებაში დავრჩი, მოგებაში ქონდა რა თქმა უნდა stop loss-ი. მოკლედ 80%-ით გამოვედი ამ ადგილას, ვიყავი თავიდან ჯამში უკვე 10 კონტრაქტით აქ 8 კონტრაქტი ავიღე. და მე უკვე საბოლოო ტარგეტამდე არ დავაცედე და აქ პროფიტში ჩამერტყა stop loss-მა. ეს იყო დღევანდელი ტრეიდი, სადაც $1850 გავაკეთე. აკაუნტის კერდა არხის გამოწერა ხალხო არ დაგავიწყდეთ, იმიტომ რომ ეს ვიდეო ვიცი მოგწონთ და თუ გინდათ რომ კიდევ გაგზელდეს, აუცილებლად უნდა გამოიწეროთ. ეს ხო ძირითადი იდეა. მე უბრალოდ რაღაცა რჩევების მოცემა მინდა ხა აქედან და ძალიან ტექნიკურში ჩავიდეთ და აი ამ ჰაიდან ამ low-ზე გავხაზეთ ესე პრემიუმ დისკაუნტი და თქვათ რომ აი აქ ეს არის ჩვენი მიზანი, ხო? ეს აი. ნასწავლე მაგას სხვა ვიდეოებიც, მაგრამ აქაც გეტყვით რომ აი აქ უკვე ამ ზედა ნახევრის ნახევარზე, როცა ფასი ავა, ხო? ზედა ნახევარზე. ამის ზემოთ უკვე პოზიციის დამატება არის ძალიან რისკი. აი ზუსტად აი ამიტომ რა. ამის ზემოთ უკვე ფასი წესით აღარ უნდა გაჩერდეს, თუ კარგია და low resistance liquidity რანი გვაქვს მარკეტზე, რაც არ ქონდა, high resistance liquidity ქონდა ზემოთ. აი ამის ან მე მქონდა სადღაც აქ დამატებული ახლოს ძალიან რა. მის ზემოთ უკვე აი აქ აი ამ მოძრაობაში აქაც ძალიან რისკია რომ შენ ტრეიდ შეხვიდე და დაამატო რა. აი აქ უკვე ხო, აი აქ უკვე ჩამოსვლით რომ манипуляცია მოხდა. აი აქ უკვე შეიძლება და ლოგიკას ექვემდებარება რომ რამე გაიკეთებინა. ეგეც არ გადამიხედავს ახლა მაღალი time frame-ისთვის მარტო მაგიტო ვიძახი რა. თორე აი აქ უკვე ხო ამის ზემოთ ტრედის დამატება იცოდეთ რომ არის დავალბოთობიანი. ეცადეთ ხოლმე ყოველთვის რომ აი აქ ნახევარის ტერიტორიაზე შეხვიდეთ.
აი ამ ადგილას, სადაც თავიდან პირველი entry გავაკეთე. მე უკვე აი აქ იყო მაქსიმუმი, იმიტომ რომ ეს კარგი დროპი იყო, სადაც ეს low ვიღეთ და ძალიან გადავრჩი აქ გქონდა stop loss-ი. მე აქ დის დავადის ესპექტი და აი აქ დავამატე კიდე ორი კონტრაქტი. ნუ აი აქ დავამატე ორი კონტრაქტი, უბრალოდ. და საბოლოოდ ესე ტრეიდი გამოვიდა რა. კიდე რა ვიცი, ჩემი რჩევა მეტი ამ ტრეიდიდან ხარ რთული სიმართლე გითხრათ ამ ტრეიდს არაფერი არ უნდა იყო ეს ტრეიდი რა ვიცი ბევრჯერ ამიხსნია მსგავს ტრეიდი თქვენთვის ეგრეც უნდა იყოს ჩემი რჩევა იქნება რომ სისტემა ისე ჩამოვაყალიბოთ თქვენ და მარკეტზე ხედვა რომ იყოს განმეორებადი მაგის გარეშე მარკეტზე პროფიტულობა ძალიან რთული რაღაცაა მით უმეტეს როცა ადამიანს იხარ და შენი ტრეიდის ახსნა არ შეგიძლია ეგეც ხო გემბლინგია ჩათვალეთ და თუ მარკეტზე ხა მოდიხარ ყოველდღე და ყოველდღე სხვადასხვანაირად უყურებ მარკეტს ეგეც ჩათვალე გემბლინგია იმიტომ რომ შენ და სტატისტიკური სისტემა არ გაქვს შექმნილი იმისა რომ შენ მარკეტზე პროფიტული იყო ეს ტრეიდი ძალიან მარტივი იყო ძალიან მარტივად გაიხსნა ძალიან დარწმუნებული ვიყავით ამ ტრეიდში წინასწარაც ვიძახდი რომ ტრეიდს მოვიგებდით რომ მარტივით იყო და მთავარი არის ეგ რომ ესე მარტივი მომენტები გამოიყენო მაქსიმალურად ნუ რადაც არ უნდა იყოს ეხლა სულდად რო ავიდა ეგ გასაგებია მაგრამ ზოგადად მიმართულება მარტივი გამოსაცნობი იყო ესეც რაც მოვიგეთ ესეც საკმარისი იყო და ძალიან ბევრი იყო რა დღეისთვის ეს იყო ხალხო მადლობა ყურადღებისთვის და როგორც ყოველთვის წარმატებულ ტრეიდინგს გისურვებთ ყველა ლინკი აღწერაში სადაც გინდათ რომ ჩვენი სოციალური ქსელები ნახოთ და აუცილებლად დაალაიქეთ ეს არხი უეჭველი გამოიწერეთ, ვისაც ტრეიდინგი და გაინტერესებთ და ფინანსური თემები და კომენტარებში დამიწერეთ ის კითხვები, რა კითხვებიც გაქვთ ჩემთან.